დილამშვიდობისა მეგობრებო და ეხლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ადგილას. აქ უკანა მხარეს ნამდვილი ლეგენდები ვყავს მეგობრებო. მაგრამ ჯერ სანამ იმ ბიჭებს გაგაცნობთ, მინდა გაჩვენოთ სად ვართ. მადლობა ღმერთს ამ მომენტისთვის. ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო. ხედავ ჩემს უკან უზარმაზარი ნავთობის პლატფორმებია. და ჩვენ ახლა მექსიკის ყურეში ვართ და მივდივართ ბიჭებთან ერთად გიჟურ ჰარპუნით თევზაობის მისიაზე. მინდა გაგაცნოთ ლეგენდები, ვისთან ერთადაც ამ ნავთობის პლატფორმებზე ხამეს გავათევ. ეს არის კაპიტანი ჯეკ სპირო. ის სინამდვილეში ფლორიდაში ცხოვრობს და აქ მან დამპატიჟა აქ რომ ამ ნავთობის პლატფორმებთან ყვინთავო. ასე რომ მოქმედების გეგმა ასეთია დღეს, იმედი მაქვს ამ წლებში მიმასწავლი გზას ძმაო. შენ რაღაც ისეთი გაქვს მომზადებული, რაც უბრალოდ გაგაოცებს. მსგავსი არაფერი გინახავს აქამდე, სადაც არ უნდა გეყვინთავოს მსოფლიოს გარშემო. კარგი. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ბიჭებო. უზარმაზარი ნავთობის პლატფორმებია აქვე. კიდევ რამდენიმე სხვა ლეგენდაც ყვა. როგორ ხართ? მე დრეიკი ვარ. ჩვენთანაა დრეიკი, ის ამნავის კაპიტანია, ნამდვილი პროფესიონალი მყვინთავია. არ დაარტყა თავი პლატფორმას. წარმოგვიდგინე თავი ძმაო, მე ჯეიკი ვარ. უბრალოდ აქ ვარ რო. თუ გამეკმართლებ. ეს ბიჭი აქედან მიდის, რომ გაუმართლოს. ყველა ბიჭი ასე ვართ, არა? ყველა შემთხვევაში ვცდილობ გაგვიმართლოს. კარგი, თქვენ უნდა დარჩეთ, რადგან მოგვიანებით გაჩვენებთ, სად ვიძინებთ და რას ვჭამთ. ამ მისიაზე ჩვენ საერთოდ არ გვაქვს საჭმელი. ასე რომ ბიჭებო, უნდა მოვიპოვოთ საჭმელი. კარგი, კარგი. ოკეი, ფამშია. ბიჭებო, დღეს რა სახეობის თევზს ვდევნით? ანუ ამ წყლებში რა გვხდება? ძირითადად შავი სნეპერია. შეიძლება იყოს dog სნეპერი ან mangrove სნეპერი. აქ კობიაც პავს, ასე რომ არჩევანი ბევრია. ეს ისეთი რამეა, რაც არაზოს გინახავს. კარგი. უკან გავაჩერე მანქანა, ძალიან ზარმაცი ხდები. ხედავთ როგორ ვაჩერებ მანქანას. ოი, ძმაო. ბევრი არა. ხო, ეხლა ვარ. ჯანდაბა. ბიჭები მზად არიან? წავედით ბიჭებო. კარგი. წყალში ხტებიან ბიჭებო. წინ მინდა წაგიყვანოთ და ზუსტად გაჩვენოთ სად ყვინთავთ. ეს ზუსტად ის არაზეც დილით გავედით, დაახლოებით 2 საათი და ნახევარი დაგჭირდა. და ეს არის ნავთობის პლატფორმა. როგორც ჩანს, აქედან იღებენ ნავთობს, გაზს და მსგავს რაღაცებს. სინამდვილეში ბიჭებო, ეს ქმნის ბუნებრივ სტრუქტურას აქ შუა არაფერში. შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენს გარშემო არაფერია გარდა ამ პლატფორმისა. და რაც ხდება არის ის, რომ პატარა თევზები იკრიბებიან გარშემო და იწყებენ ჭამას. ყველა წყალმცენარესა და ყველაფერს, რაც ამ ბოძებზე იზრდება. შემდეგ კი დიდი თევზები მოდიან და ჭამენ პატარა თევზებს. სწორედ ამას ვეძებთ ჩვენ. იმედია ვიპოვით ნამდვილ გიგანტებს, რომლებსაც ცოტა მოგვიანებით ვახშმად შევჭამთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ახლა, არ ვიცი თქვენ თუ ამჩნევთ. ჯერ წყალში არც კი შევსულ ვარ და ბიჭებიდან ერთმა უკვე მაგარი თევზი დაიჭირა. ეს ულამაზესია. შეხედეთ ამ თევზს ბიჭებო. უი, შეხედეთ იმ სრემლის ფორმას. ეს გიჟურია ძმაო. ეს პირდაპირ მანგოს ჯეკივითა. ზუსტად ესეთი აქვს მანგოს ჯეკს, ფაქტობრივად. ეს სვა, კარგი საქმეა ძმაო. ხო ძმაო. ეს მაგარია. ცოტა ჰაკიც მაქვს ნიღაბში. წავიდეთ, დავიჭიროთ თევზები ბიჭო. წავიდეთ. ეს სიგიჟეა. რა? ჩვენ ახლა იმ ნავთობის პლატფორმამდე საცურაოდ მივდივართ. ცდილობ შემომხიო ანა. ხო, ცოტა დაჭიმული ჩანხარ. ხო. რა თქმა უნდა. კარგი საქმეა.
ეს სიგიჟეა ძმაო. შეხედე ამას. ეს მშვენიერი მანგროვის სნეპერია, ან მანგროვის ჯეკია. ვაუ, ეს დაუჯერებელია. ძმაო, ყველაზე დიდი მხნები ქონდა ძმაო. Come here. კობი მაცვია. დიდი ჯეკები. დიდი კობია. აი, რაზე ცოცნებობენ ბიჭებო? აღფრთოვანების დონე ეხლა აბსოლუტურ პიკზეა, შეხედეთ ამას. გიგანტური მანგროვის ჯეკი. ეს არსება სიგიჟეა. ხედავთ რომ ისინი ფაქტობრივად ამ ნანგრევების ალფები არიან აქ. უბრალოდ სხედან ყველა ბოძთან. და როცა მთელი სატყუარა გვერდით ჩაიulis, ისინი იხენებენ იმ დიდ პირს და უბრალოდ ანადგურებენ თავიანთ ნადავს. ასე რომ ამას ყინულზე დავდებთ, მაგრამ ეს მოგვიანებით საკვები იქნება 100% ეს სწორედ ის არაზეც ოცნებობენ. მართალია იქ ქვემოთ ასობითა. აი ხო გითხარი და ვაპირებდი მშვიდად ყოფილიყავი. ვაჰ, ეს დაუჯერებელია. კარგი, იმედი მაქვს ეს მოგვიანებით ჩვენთვის საკვები იქნება, მაგრამ ჯერ კიდე უნდა გავარკვიოთ სად ჯანდაბაში უნდა დავიძინოთ. და მსგავსი რაღაცებიც. ძმაო, ეს მხოლოდ დასაწესია, კაცო. ვაუ. კარგი, აღფრთოვანებული ვარ. მოდი ესენი ყინულზე დავდოთ. წავედით. ვაუ, ბიჭებო, ეხლა ხან საკმაოდ ძვირადღირებული გაკვეთილი მივიღე. ანუ, ბოლო ადგილას ხვინთავდიშ და ის გიჟური თევზი დავიჭირე. აღფრთოვანების დონე ძალიან მაღალი იყო, როგორც იცით. იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ შუბის თოფი გამიშვა ხელიდან. და ხო, ეხლა მივხვდი, რომ შუბის თოფები სინამდვილეში იძირება, როცა მათზე თევზი არ არის. აბა აქ რა სიღრმეა? 100. და ეს დაახლოებით 10 ფუტია. 10 ფუტი ეს, 100 ფუტის სიღრმე. ამის პოვნის შანსი თითქმის არ არსებობს. 0. შანსი არ არის. ხო, შანსი არ არის. ეხლა ცრემლებს ვიკავებ. ჩემი შუბის თოფი დავკარგე ბიჭებო, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყველაფერი მიზეზით ხდება. აფერი მიზეზით ხდება. ესე იგი, ახალი შუბის თოფის ყიდვის საბაბია, ხო ასეა?
ხო, მალე ახალს მიიღებ. ხო, ვნახოთ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო. წინ ვეფხვის ვიგენი ყავს. გამარჯობა. ხო, შეხედეთ, აქ არის. მაგარია. მოდის. შეხედე ამას ძმაო, რა მაგარია. ხო ძმაო. ეს მართლა მაგარია. კარგი. ეხლა შევაშინებთ მათ. ის უბრალოდ ბოკვერია ძმაო. ჯანდაბა კაცო, ჩვენ უბრალოდ შევხვდით რომ მასთან ერთად გვეცურა, მაგრამ გონი შევაშინეთ და გაიცურა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური პატარა ვეფხვის ზვიგენი იყო ბიჭებო. ნახეთ მისი ფერები. მას პირდაპირ გიჟური ნახატი აქვს ხეულზე. მგონია რომ ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ზვიგენია. იცი, ბიჭებს ეუბნებოდი რომ ზოგჯერ ვერაცნობიერებ რამდენად განსაკუთრებულია მომენტი სანამ ბოლომდე არ გაივლის. და მგონია რომ ეხლა სწორედ ასეთი დროა. უბრალოდ გიჟური დღე გვაქვს. და აქ ვარ ნამდვილ ლეგენდებთან ერთად, უცხო ქვეყანაში, ამერიკელებთან ერთად, მაგრამ რეალურად მექსიკის სიახლოვეს ვართ, ფაქტობრივად მექსიკის ყურეში. ხო ძმაო, ეს სიგიჟეა. ეს ის არის, განაც ოცნებები იქმნება. მადლობა ღმერთს ამ მომენტისთვის. ეს სიგიჟეა. კარგი, თქვენ ხედავთ რომ მზე ჰორიზონტზე ჩადის. ჩვენი ბოლო ნავთობის პლატფორმა პირდაპირ წინ გვაქვს. ნახავთ, შევძლებთ თუ არა რაიმე ვახშმის მომზადებას პირველ რიგში და მერე გავიგებთ სად ჯანდაბაში უნდა დავიზინოთ, ბიჭებო. ხო. არ ვიცი, სად ჯანდაბაში უნდა დავიზინოთ აქ. ოთაკ, კარგი ბიჭებო. ეხლა ამ თემზებს ვასუფთავებთ და ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ მოვიდა მისი კუჭიდან. ეს არის ქათმის ნეკნის ძვალი. აი აქ. ასე რომ აშკარად ამ ნავთობის პლატფორმებზე მომუშავეებმა უბრალოდ გადააგდეს ეს ნაპირიდან და მერე ეს უზარმაზარი მანგროვის ჯეკები პირდაპირ აქვე ჭამენ მას და ეს სინამდვილეში მის კუჭში იყო. ეს ისეთი უცნაურია, რასაც ეხლა გავაკეთებთ არის ის რომ სწრაფად გაჩვენებთ როგორ ვაპირებთ ამის გასუფთავებას. ეხლა რასაც გავაკეთებ არის ის რომ დავიწყებ აქ ფარფლის ქვედა ნაწილში, ავალ ზემოთ, მხრისკენ, ზუსტად ასე და მერე რასაც ვაკეთებ, უბრალოდ ვატრიალებ და ბოლომდე ვატარებ. უბრალოდ ნელა ვხრეთ ამ კანს, დანას გასწვრივ ვატარებ. შემდეგ აქედან რასაც გავაკეთებ არის ის რომ ნელა ავწევ და ფრთხილად მოვაცილებ, ზუსტად ასე. ნელა ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ხორცი შევინარჩუნო. კუდიდან გამოვდივარ, ზუსტად ასე, ნეკნების თავზე. ხო, ზუსტად ასე. და აი ეს არის ჩვენი კერძი. შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის საოცარი მანგროვის ჯეკის ფილე. სწრაფად მოვაცილებ კანს. აი ეს არის კანი, ამას მოვიშორებთ. რასაც ვაპირებთ, ეს არის ის, რომ ამას შევინახავთ მანამ, სანამ ამ პლატფორმებზე ავალთ. და მერე ცოტა ამას შევჭამთ, მაგრამ ეს საოცარია, კაცო. კარგი, მგონი დროა ვიპოვოთ ადგილი, სადაც დღეს ღამეს გავათებთ. ეხლა ყველაფერი გაგიჟდება, წავედით. კარგი ბიჭებო, ეხლა ხან დავეშვით ნავთობის პლატფორმაზე, შეხედეთ ამას. ეს მართლა სიგიჟეა. აქ დამატებითი გისოსი დაადეს, რომ არ ჩავარდეს, რადგან მთლიანად დაჟანგებულია და ეს სიგიჟეა. პირდაპირ ამაზე გადავდივართ. ეს ეხლა სიგიჟეა. არ მჯერა რომ მართლა აქ ვჩებით ღამით. ვაუ, ძმაო. ეს სიგიჟეა. ხედავ, ეს სიგნალებითა. დროა შევიდეთ. შეხედე ამ კიბეებს, ძმაო. ჩვენ აქ ზემოთ ვართ, ბიჭებო, ჩვენ ზემოთ ვართ. ვართ. ეს სიგიჟეა. ძმაო, ეს უბრალოდ გიჟურია. ძმაო, ყურებს ვიფარებ, ეს ხმაური ისეთი ძლიერია, ეს ეხლა მართლა სიგიჟეა, ბიჭებო. ღმერთო ჩემო. კარგი, ეს რეალურად ღიაა, ბიჭებო, შეხედეთ ამას. ეს რაღაც საწყობის მსგავსია. ხო, სახელოსნოს გავს. ეხლა ცხადია, პატივს ვცემთ ამ ადგილს, არაფერს არ ავიღებთ, 100% თუ მართლა ძალიან არ დავგჭირდება. ღმერთო ჩემო, ეს სახალისოა. მოდი. ეს ისეთი საშიშია, ძმაო. ხდება, ძმაო, დილას ყველაფერი გადიჟებულია. ჩვენ პირდაპირ ზემოდან ვართ, ღმერთო ჩემო. ისეთი? გამაღიზიანებელია. ჩვენ პირდაპირ ამ წეულ რაღაცაზე ვდგავართ. აქ ვიძინებთ. შეგიძლიათ ნახოთ. თავარია ვეტმფრენი არ დაგვემხოს. ხო. ფიქრობ ესაა ჩვენი ღამის ადგილი, ძმაო. ესა. აქ მეტი ადგილი არ არის. ხო. კარგი, არ ვიცი, ხედავთ თუ არა, მაგრამ ეს კიდეა. თუ იქ გადავარდებით, პირდაპირ მოვკვდებით, პებით. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ იქ არ გადავარდეთ, მაგრამ აქედან ხედი უბრალოდ გაგიჟებაა. ესაა ჩემი ღამის ადგილი, ბიჭებო, პირდაპირ ვზივარ ნავთობის პლატფორმის თავზე, ჰელიპადზე. ხვალ აქედან ყველაზე გიჟური ხედი იქნება, ბიჭებო, მაგრამ ეხა თევზიც უნდა დავაგემოვნოთ, ასე რომ ცოტას გამოვიღებთ, ეს იქნება ჩემი ვახშამი, მთელი დღე არაფერი მიჭამია, ეხა საშინლად მშია. თუ მართლა აქ ვართ, ეს განგაშის სიგნალი მთელი ღამე იხმაურებს. ძალიან გამაღიზიანებელი იქნება.
მაგრამ ამისთვის აქ ვარ ძმაო. კარგი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე მქონდა და ხედავთ, ეს სინამდვილეში მანგროვის სნეპერის ხორცია. ჩვენ არც სანელებლები გვაქვს და არც ალაფერი, პირდაპირ ვდგავართ ვერტმფრენის დასაჯდომზე. არსად სადღაც მექსიკის ყურეში ან რაღაც მსგავს ადგილას. მაგრამ ეს არის ვახშამი. მოდი ვცადოთ. ყველაზე დიდი ქერცლი აქვს. ეს ძალიან გემრიელია. კარგი, აქ ჯეკია. სადე ძმაო? ეს ჩვენი საჭმელია მაგამ. რას ფიქრობ? გულწრფელად. ცოტა ძაფიანია, მაგრამ ძმაო, ჩვენ მართლა სხვა საჭმელი არ გვაქვს. ესე რომ ეს საკმაოდ კარგია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები. და ეს ერთ-ერთი მაგალითია, ბიჭებო. და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. წავედით, ბიჭებო. კარგი, ბიჭებო. ალბათ უკვე 10 საათი აქვს. ჩვენ ისევ ნავთობის პლატფორმაზე ვართ. ალბათ ნებისმიერ წამს გაიგონებთ, როგორ ჩაიფრება ეს წეული რამ, მაგრამ ხვალ დილით მეორე დღის დასაწყისში ისევ შეგხვდებით, ბიჭებო. ძიმე ღამე გველის. მაშინ შევხვდებით, ბიჭებო. წავედით. დილამშვიდობისა, ბიჭებო. ეხლა ამ ნავთობის პლატფორმაზე ვერტმფრენის დასაჯდომზე გავიღვიძეთ. და ეს უბრალოდ სიგიჟეა, ძმაო. მზის ამოსვლა გვაქვს გარეთ. ის განგაში ძალიან გამაღიზიანებელია. მართლა. გონია კოშმარებში დამესიზმრება. მაგრამ შეხედე ამ ხეთს ეხლა. ჩვენ პირდაპირ ჰელიპადზე ვდგავართ. ამ ყველაფერი ძალიან უცნაურია. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ადგილი, სადაც კი ოდესმე მძინებია ჩემს ცხოვრებაში. 100%. ნახეთ, აი ნავია ქვემოთა. ბიჭებიც ნავში არიან, მათ დარწმუნდნენ, რომ ნავი უსაფრთხოდ იყო, რომ არ გავცურებულიყავით და იქ ყველაზე გიჟური მზის ამოსვლა გვაქვს. დილის გეგმა ასეთია. ბიჭებო, უნდა მოემზადოთ. უნდა დავბრუნდეთ ნავში. ვაპირებთ ღვინთვას, მგონი იმ ადგილის ქვეშ, სადაც ვრჩებით. და მე ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საუზმის მოპოვებას. ეს არის ჩვენი გეგმა. გუშინ ღამით ისე მციოდა, პირდაპირ კანკალებდი სიცივისგან. ამ წუთას ისე მიხარია მზის დანახვა, აუცილებლად ცოტას გავთვებით ამ მზეში 100% და ამის შემდეგ ამ პლატფორმას ჩაუყვებით და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა მეორე დღის საუზმის დაჭერას. ის სიგნალიც არ დამეხმარა ძილში, ეს ნამდვილად ასეა. როგორ გეძინა ღამი, ძმაო? ძმაო, ციოდა. ცოტა ცივა გარეთ. ძმაო, გუშინ ღამით იმ ქარში ზემოთ სულ გავიყინე, ბიჭებო. საშინლად უბერავდა. რასაც ვაპირებთ არის ის, რომ ჩავიცვამთ აღჭურვილობას და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა თევზის დაჭერას პირდაპირ იმ ადგილას, სადაც გუშინ ღამით გვეძინა. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია? 100%. დღესაც თევზიანი დღე იქნება, როგორც გუშინ, ძალიან მიხარია. წავიდეთ. კარგი, ბიჭები, ეხლა ემზადებიან. განსაკუთრებული რამ გვინდა დავიჭიროთ, დიდი კობია, ან დიდი წითელი სნეპერი, ან რამე მსგავსი. განსაკუთრებული რამ გვჭირდება. გუშინ ნახეთ, რომ ჩემი შუბის ტოფი დავკარგე, არც კი მინდოდა ამაზე ლაპარაკი. გუშინ ღამით რომ ეძინა, საშინელი კოშმარი მეგონა, მაგრამ გავიღვიძეთ. საბედნიეროდ ჯეკმა, ნამდვილი ლეგენდამ, თავისი მშვენიერი შუბის ტოფი მათხოვა. ეს არის დაახლოებით 120 სანტიმეტრიანი როლერის ტიპის ტოფი, რობ ალენისგან, ასე რომ ამით ვაპირებთ წასვლას. იმედია, რამდენიმე თევზს დავიჭერთ. წავიდეთ, ბიჭებო, საუზმე ვიპოვოთ. ნახვამდის ძმაო, მერე გნახავ, მერე ძმაო. წარმატებები გაუმარჯოს.
კარგი ბიჭებო, ეხლა ხან დავბრუნდი დილის პირველი ყვინთვის შემდეგ. გონი დაახლოებით 50 მანგროვის ჯეკმა შემომიტია ყველგან. ბიჭებო, უბრალოდ თქვათ, რომ დღეს დილით ვიღებთ საუკეთესოებს, ბიჭებო. ვიღებთ საუკეთესო ვარსკვლავებს, მხოლოდ ვარსკვლავებს. ხოლო ძაღლები, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაგვიჭერია ის თევზი რაც გვინდა. გვინდა დიდი კობია იდეალურად. ან რაღაც განსაკუთრებული, ძალიან განსაკუთრებული. ფიქრობ შეიძლება მოხდეს, მაგრამ დღეს ძალიან სუფთა წყალი გვაქვს. ჩვენ გვიყვარს ესეთი ლურჯი წყალი. ეს ნამდვილად ასეა. ასე რომ ბიჭებო, ახალ ნანგრევს ვიპოვით, ვაპირებთ სერიოზულ საქმეს და დიდ თევზებს ბორძე ამოვიყვანთ. წავედით ძმაო. ხო ბიჭებო. კარგი ბიჭები. ხო იცით გუშინ ჩემი შუბის ტოპი დავკარგე? ერთმა ბიჭმა ეხლა ხან თავისი GoPro წყალში დაკარგა და ეხლა ძალიან მოწყენილია. როგორ გძნობ თავს? არც ისე კარგად. ის ისევ თავის თევზს ჭამს, მაგრამ საკმაოდ მოწყენილია. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო GoPro-ს. ისინი მიხედავენ ჩემზე, მათ ფაქტობრივად დამასპონსორერეს, რომ ამ მოგზაურობაში წამოვსულიყავი. ეს არის GoPro Hero 12 და მინდა ეს შენ გაჩუქო ძმაო. ეს შენი ახალი GoPro-ა. აი აქ არის. ვაფასებ ამას. დავწმუნდებით, რომ ბატარეა და SD ბარათი შიგნით იქნება, რომ ხვალიდან გამოიყენო. ძმაო, შენ ნამდვილი ლეგენდა ხარ, წარმატებები ძმაო. ეს საოცარია კაც. რა მაგარია. ლეგენდა ხარ ძმაო, ნამდვილი ჯი ხარ. ეს ბიჭები აქ ამერიკაში მიხედავენ ჩემზე. ასე რომ დიდი მადლობა GoPro, ჩვენ სიყვარულს ვავრცელებთ. Hey bicho, ეს გიგანტური უხეში ტიპი ცდილობს ჩამტენოს. გიგანტური უხეში თითქოს ცდილობს მიკბინოს ძმაო. ძმაო თითქოს აქ ამოდის. სწორად საშიშია. ღმერთო ჩემო ბიჭებო, იქ ქვემოთ ყველაფერი საშინლად იყო, ნახეთ, ის მონსტრი ბარაკუდა იყო, პირდაპირ მიყურებდა, ცდილობდა დამეტაკა და ეს იმიტომ რომ ეს მქონდა მიმაგრებული. ეს სინამდვილეში ჩემი დანა არის, მაგრამ ხედავთ ცოტა პრიალაა, ის თევზი სინამდვილეში პრიალა საგნებზე იზიდება, ასე რომ ეგრო დაინახა, ეგონა რომ სატყუარა თევზი იყო. როგორც კი ეს ჩემი წონის ქამრიდან მოხსენი და ნავში დავაბრუნე, მაშინვე შეწყვიტა ჩემზე ყურება, მაგრამ ეს გიჟური იყო, ნახეთ პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა და მერე უცებ გარბოდა. და იმ არსებებს უზარმაზარი კბილები აქვთ. პირდაპირ დაგგლეჯენ. ასე რომ, მიხარია რომ უვნებლად გადავჭი. ეს ცოტა შემაშინებელი იყო, მართლა არ მოგატყუებთ. ძმაო, იარავის დატენვა დაავიწყდა. ძმაო, ეგ რაღაც უზარმაზარია. ეგ რაღაცა ისეთი დიდია. ძაღლია. ეგ ძაღლია.
ვაიმე ძმაო. ერთი ძაღლი დავარტყი. ბიჭო. შეხედე ამას ძმაო, ეს კარგია. ეს ნამდვილი მაგარია. ესეც რა კარგი გასროლა იყო. ჯანდაბა კი? ძმაო, ეგ მართლა მაგარი იყო. კოჭა მოშვებული იყო. პირდაპირ დამამარცხე. ჩვეულებრივ, რასაც აქ ვცდილობთ ბიჭებო, არის რულეტების დაბლოკვა, რომ არ გაგვარბენინოს ამ ბოძებზე. მაგრამ მას იმდენი ძალა აქვს. გიჟური იყო ძმაო. შეხედეთ აქ ბიჭებო, ამას ეძახიან ძაღლ სნეპერს. ეს უზარმაზარი მანგროვის ჯეკია. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მასაც იგივე ლურჯი ცრემლის ფორმა აქვს, როგორც მანგროვის ჯეკს. შეხედეთ ამას. ეს დაუჯერებელია. ეს ნამდვილი მონსტრია. მაგაზე ისე აღვფთოვანდი. შეხედეთ ამ არსების სისხლიან პირს. ძალიან საშიშად გამოიყურება. კარგი, ამ არსებას ნავში ავიყვანთ. მოდით გავაკეთოთ ეს, წავედით. წავედით. ჯეიკმა აქვე ახლახანს ლამაზი კობია ესროლა, ასწიე კობია ძმაო. კარგია, მაგარია. ეს კარგია. ხო, ეს კარგია, ეს კარგია, ეს კარგია. მინდა რაღაც ძალიან უცნაური გაჩვენოთ, რასაც აქ აკეთებენ. ჩვენ ავსტრალიაში ასე არ ვაკეთებთ, არ მინახავს. აბა ეს რა არის? ეს რა არის? თქვენ ამას სუბნადო ეძახით თუ რა არის? წყალქვეშა ჯეტპაკი ძმაო. წყალქვეშა ჯეტპაკი. შემდეგი დონე. კარგი, ისინი იყენებენ ამ წყალქვეშა ჯეტპაკს და ასე ჩადიხარ ძალიან ღრმად. ჰეი, რა იღე? 106 ფუტი, რაც დაახლოებით 40 მეტრს უახლოვდება. ან რაღაც მსგავსი. დაახლოებით ეგრეა, ხო? ხო, რაღაც ეგეთი. და მან ამოიყვანა ეს უზარმაზარი კობია. დიდი კობია, კარგი საქმეა ძმაო. ეს გიჟურია. კარგი, ეხლა აქვე დავიწყებთ ამას დამუშავებას. მუშავებას ეს ჩვენი საუზმე იქნება. მოვაშორებთ ჭუჭხს და ნელა დავბრუნდებით. ჯანდაბა კი, გაგიმარჯო ძმაო. გაგიმარჯო ძმაო. აი ამაზე ლაპარაკობდი, წავედით. სწრაფად მოვაშორებთ ხორცს, ამ ბიჭს და პირდაპირ საშიმის მივირთმევთ საუზმეზე. ხედავთ, ზუსტად ხერხემლის გასწრუჭრის. ამ ცხოველის ხორცი პირდაპირ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მოიცადე ნახავ როგორი თეთრი და საოცარია. შეხედე რა ლამაზია და თეთრია ეს ხორცი. თუ ხედავთ, ვაუ, ეს საოცარია. კარგი, შეგიძლიათ ცოტა გაწმინდო ეს საუზმისთვის. კი, სილამაზია. კარგი ქერცლი. შეხედე ამას. კარგი, გავრეცხავთ. ქერცლებს მოვაშორებთ. კარგი, შეხედე ამას. ახალი საშიმი საუზმეზე. ეს დაუჯერებელია, კაცო. ეს უბრალოდ საოცარია. ეს ძალიან კარგია. ოფიციალურად გავაკეთეთ ეს. ბოლო 2 დღე ნავთობის პლატფორმებზე გადავჭით, ვჭამდით მხოლოდ იმას, რასაც დავიჭერდით. უნდა ვთქვა დიდი მადლობა ყველა ბიჭს, ვინც ჩემს უკან დგას. თქვენ ნამდვილი ლეგენდები ხართ. ეხლა ნაპირზე მივდივართ. ეს გამოწვევა დასრულებულია. ყველას ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა. მადლობა.